მოვედი ძვირფასო. რა შვები? სათხარ ამდენ ხანს. კაი რა, ხო იცი რო ხო გითხარი გაგვეწელა თქო ეს თათბირი და ბავშვი ყავს გამოსაყვანი სკოლიდან და წადი ეხა დაგაგვიანდება. ვინ ბავშვი, რა სკოლიდან? ვაიმე იმდენ ხანს გელოდე რომ გავაჩირე ბავშვი, გაიზარდა და სკოლაში წავიდა. კარგი რა, ეხა არ გინდა ეგეთები. გაგვეწელა თათბირი, თქო გითხარი მოგწერე თან და რა იყო ეხა რა დაგემართა. კაი მომწერე, მაგრამ შეხედე სხვებთან ქმრები როგორ დგანან. მე კიდე აქ საცოდავად ვდგავარ და გელოდები. გამომართვი ეს. მოდი მოგეხმარ. არ მინდა. ესეც გამომართვი. აჰა, ესეც გამომართვი. რა არის ისად მოდიოდი, ამდენი რამე რომ მოგქონდა? დავდე ფეხავე. დადე ხო? მომკიდე ხელი დამსვი. ეხა მოვა ინსტრუქტორი. ხო. და რასაც გეტყვის ყველაფერი ზუსტად ისე უნდა გავაკეთოთ. კი, მე მზადა ვარ, პრობლემა არ არის, რასაც მეტყვის ყველაფერს გავაკეთებ. შენ რატო არ გაცვია შესაბამისად? რის შესაბამისად? აქ რამე უნდა სპეციალური უნიფორმა უნდა იყოს, ან რამე, რა ვიცი, ჩვეულებრივად საროჭო. შენ ბანკეტზე რო იყავი, შესაბამისად ხო გეცვა? ბანკეტზე, რა ვიცი, ხო, კი. ალბათ. შენი ბიძაშვილის ქორწილში რო იყავი, შესაბამისად ხო გეცვა? ხო, ეხა ქორწილში ხო, მეცვა. ანუ ის დღეები იყო შენთვის მნიშვნელოვანი და შესაბამისად გეცვა, ხო? ანუ შენი შვილისთვის არაფრის გაკეთება არ გინდა და აქ რომ მოდიხარ შესაბამისად არ იცვამ, შესაბამისად არ გაინტერესებს, ხო? არ გიცი, დაწყნარდი გეხვეწები რა შუაშია, უბრალოდ არ ვიცოდი თუ აქ რამე შესაბამისად უნდა. აი მოდის ინსტრუქტორი, ხა? კი. ხო სწორად ვარ, ხო? კი, მგონი. მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო. მოდით დავიწყოთ სუნთქვით, ხო? სუნთქვითო. სუნთქვით. მაგრამ ისევ სუნთქავ ისედაც და რა ვიცი, მეტ რა უნდა ვქნა. არა, შესაბამისად უნდა ისუნთქო, ანუ ღრმად უნდა ჩაისუნთქო და მე ამოისუნთქო. კი ბატონო, დავიწყოთ? დავიწყოთ. რანაირად სუნთქავ? ღრმად ისუნთქევ, არ თქვა ინსტრუქტორმა ეხა? ანუ მე ესა ღრმად სუნთქვა? რა ვიცი, ახ ჩვეულებრივად სუნთქავ ღრმად და აღარ ჩაისუნთქო, მაღიზიანებს. ანუ აღარ ჩავისუნთქო საერთოდ? არა. კაი, და ეს ამოსუნთქვით? ამოსუნთქვით, ამოისუნთქე გარმაღიზიანებს. კი ბატონო, როგორც იტყვი. აუ იცი რა, პოსკონიკა. ხო. ეხა ხო იცი რა, რომ ორსულად ვარ და ცოტა მიზეზობ რაღაცეებს და შენ ხო უნდა გამიგო არა და ცოტას გაღიზიანებ და გღლი ალბათ. ნუ ეხა სიმართლე რო გითხრა, ცოტა რაღაცეებში რა ცოტა? მეტი რაღაცეები გაქვს ამ პერიოდში. ნუ ამ პერიოდში ახლა რაღაცეები ცოტა. ანუ პირდაპირ მეუბნები. შენს ორსულცოს რო გაღიზიანებ, ხო ყოჩახ შენ. რა შუაშია წეღან ხო მითხარი შენ თვითონ თქვიო თუ რამე ისეთიაო და მეც გითხარი. მოდი გადავიდეთ უშუალოდ ბავშვზე. აიყვანეთ ხელში თქვენი ახალშობილი ანგელოზები. ანუ მე რასაც გეტყვი, ის უნდა გაიმეორო, ისე რომ არ გააკეთო და შენით არ გაანალიზო, ხო? ყოჩახ შენ. რა არის, წესიერად დაიჭირე ბავშვი, როგორ გიჭირავს? არ გიყვარს შენი შვილი? მე მგონია რომ წესს, აბა როგორ უნდა დავიჭირო? აი ესე დაიჭირე. ესე? კი, ეგრე. ესე როგორ უნდა დავიჭირო ბავშვი, მოგადამრიე ახ. მე თუ არ გინდა რომ შენი შვილი გეჭიროს და არ ჩემი დახმარება არ გინდა, პირდაპირ მითხარი. ო, რა ვიცი, ხა არ მინდა რა, უბრალოდ ესე რთულია მაინც ბავშვის დაჭერა და მაგითო. ვაიმე. კაი, რა განერვიულებს ვისწავლი ბავშვის ხელში დაჭერას, როგორ ვისწავლი ამ ხელაკაცი მამავ. ვაიმე. კაი, მართლა რა განერვიულებს ვისწავლი თქო, რა პრობლემაა ახლა ბავშვის. როზე ისწავლებ, შობიარობა დამეწყო მგონი. შობიარობა დაგეწყო? მართლა? წავედით, მიდი ადე. სად წავედი, ჯერ ბავშვის დაჭერაც არ გისწავლია, დამაცხა, ისწავლე დროზე. ვისწავლი ბავშვის ხელში დაჭერას, წამო ადექია, გამოვიძახ ხო სასწრაფო გინდა? ან ტაქსი გავაჩერე წავედი. ესე ვერ გავაჩენ, მართლა ვერ გავაჩენ, რომ ბავშვის დაჭერა არ ვიცით ჯერ, მიდი ისწავლე სწრაფად. რა ბავშვი, ვისწავლი, წამოდი, სულაფა დაგეწყო, გამოდი.